მოგესალმებით. ტრამპის არჩევის შემდეგ ინდექსების ფასებმა საკმაოდ დაიწია, საკმაოდ დიდი პოზიტივი ისახება უკვე, რადგან ინვესტორები თვლიან, რომ ტრამპი არის საკმაოდ დიდი მხარდამჭერი საინვესტიციო ბიზნესის და საფონდო ინდექსებზე უკვე ისახება ეს პოზიტივი. იქ საუბრობს, რამდენად გააჯანსაღებს ბიზნეს გარემოს, ეკონომიკა რამდენად გაიზრდება, საფონდო ბირჟებზეც თulis, რომ მაგალითად რა მდგომარეობა იყო და როგორ მდგომარეობა დარჩება, როცა ისწავლა, მაგიც იქნება ერთ-ერთი ინდიკატორი და ერთ-ერთი შემფასებელი მისი მოღვაწეობის, ეს თვითონ თulis, თვითონ საუბრობს ამაზე. შესაბამისად, ინვესტორებმა ეს ყველაფერი ისიც იციან, რომ ეს ყველაფერს გააკეთებს, რაც მას შეუძლია, რომ გააჯანსაღოს, გააუმჯობესოს მდგომარეობა. ეხლა არსებობს რაღაცები, რაც მის ძალებს აღემატება და ეხლა ეს ამას ვერავინ ვერ გააკონტროლებს, უამრავი ცვლადია ეკონომიკაში, ბიზნესში, რაც შეიძლება რაღაც მოხდეს ესეთი, რაც ვერ გააკონტროლო და მასაც კი არ შეიძლება ამის კონი, მაგრამ ძირითადი რაც მას შეუძლია დრის განზრახ არ მგონია, რომ ესეთ იქნას, რაც საინვესტიციო ინდექსებს შეუქმნის საფრთხეს, ზრდის საფრთხეს. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მოლოდინია, პოზიტივი, ინვესტორებიც თვლიან, საკმაოდ აისახა უკვე ფასზე მისი გამარჯვება, ისახება კიდევაც და ვნახოთ, საკმაოდ წესით, საკმაოდ პოზიტიური წელი უნდა იყოს. ეხლა რო ვთქვათ, თვითონ ინდექსების ფასები არის საკმაოდ მაღალი დღესდღეობით. არ არის დაბალი 22, ანუ საკმაოდ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ძვირია, მაგრამ სამართლიან ფასზე ცოტა მაღლა დგას. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან რთული იქნება, რომ აქედან კიდევ ძალიან მაგრად და სწრაფად გაიზარდოს, თუმცა ზრდის პოტენციალი შესაძლებლობა არის, რა თქმა უნდა, და ვნახოთ როგორი იქნება. გარდა ამის მონეტარული პოლიტიკის შერბილება იქნება ისევ დღის წესრიგში, რადგან დაიწყო ფედერალური ბანკის პრეზიდენტმა საპროცენტო განაკვეთების შემცირება, შესაბამისად საკმაოდ დიდი სტიმულატორია ეს ეკონომიკისთვის და ჯანსაღი მდგომარეობისთვის, რომ გაუმჯობესდეს კიდევ, აგრეთვე საფონდო ბირჟებისთვის. და მოლოდინი ამ წუთას საკმაოდ დიდი, საკმაოდ დადებითია და არ ვიცი რა შეიძლება ესეთ რადიკალური იყოს, თუმცა ვიტყვი, რომ ინდექსების ფასები არ არის დაბალი და არის საკმაოდ მაღალი. ნახოთ როგორ განვითარდება, დაახლოებით პოზიტიური, ვერ ვიტყვი, რომ 2024 წლის შესაბამისი იქნება, რადგან ეს წელი იყო გრანდიოზული, ასე ვთქვათ, წინა წელიც კარგი იყო. და ვნახოთ ესე ზუსტად ამ დინამიკაში ასეთი ზრდა რო განაგრძონ ინდექსებმა ძალიან რთულია. ვნახოთ, მაგრამ საკმაოდ პოზიტიური უნდა იყოს მომავალი 2025 წელიც. ვნახოთ როგორ განვითარდება და დღესდღეობით საკმაოდ კარგი მოლოდინია ამ ყველაფერს და შევხედოთ მომავალი წლის ბოლოს ვისაუბროთ როგორი წელი იყო და ნახავთ კიდევაც როგორ. ვფიქრობ მაინც რომ საკმაოდ დადებითი უნდა იყოს, იმიტომ ყველანაირი პირობა არსებობს იმის თუ რომ ძალით არ გააფუჭეს, რომ ნეგატივი არ მოხდეს. მინიმუმ დაბლა არ უნდა წავიდნენ ინდექსები თუ რამე ისეთი არასწორი არ მოხდა, ან იმას ფორს მაჟორულს აღარ რთული ომიანობა და რაღაცეებსაც არ რთული გეოპოლიტიკურს აქ ზუსტად, მაგრამ დღესდღეობით რა მოცემულობაც არის, ამ მოცემულობით ვფიქრობ, რომ უფრო უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა, ვიდრე გაუარესდეს. ტრამპიც მაქსიმალურ სიზავს, ფედერალური ბანკის პრეზიდენტის მაქსიმალურ სიზავს და ვფიქრობ, რომ წესით კარგი წელი უნდა იყოს 2025 წელი. ეს არის დაახლოებით, ახლა პროგნოზებს არასოდეს არ ვაკეთებ, უბრალოდ სიტუაციას ვაფასებ, როგორც პოლიტიკურს, აგრეთვე ეკონომიურს და ზოგადად საინვესტიციო მდგომარეობა როგორ არის. საინვესტიციო თქვი უკვე ფასი საკმაოდ მაღალია, ინდექსების, ანუ ბაზარი ცოტა
ცოტა მაღალი ფასით არის წარმოდგენილი, ან შეიძლება ძვირიც დაარქვას ზოგმა. ძალიან ძვირი არის, ცოტა პოლიტიკურად ტრამპი ხარს უჭერს და რა ვიცი, ყველაფერს გააკეთებს ალბათ, მისთვის რომ ინდექსების ფასები აიწიოს და იქით ფედერალური ბანკის პრეზიდენტი საპროცენტო განაკვეთს ამცირებს და კიდევ ეს მინდა ფისკალური პოლიტიკას რაც ეხება, საკმაოდ დიდი სტიმულატორია და საკმაოდ დიდი დეფიციტიც არის ბიუჯეტში. ეს დეფიციტი ნიშნავს, რომ ეს ფული შედის ეკონომიკაში და იხარჯება, თუმცა შეიძლება ცუდი ფაქტორი ის იყოს, რომ სესხები იზრდება და ასე შემდეგ. თუმცა ეს ყველაფერი თუ კარგის დაიქნება და როგორც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს თulis ხალხი რო იქნება ეკონომიკა ძალიან პროდუქტიული და ბევრად უკეთესი ვიდრე ახლა, ვფიქრობ შეიძლება ეს დამატებითი სესხებიც საჭირო იყოს, რომ ეკონომიკის მეტი სტიმულირება მოხდეს. აი ეს არის რაც მინდოდა მეთქო თქვენთვის. ნახოთ შევხედოთ როგორი იქნება 2025 წელი. მადლობა, კარგი გრძნობა.